მიმართვიანობის მაჩვენებელი გაორმაგებულია. თუ 2023 წელს 495 განაცხადი დაფიქსირდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 890-მდე გაიზარდა. სადირღვევა ყველაზე მეტად მომხმარებელთა უფლებები და ასევე რომელ სექტორებში გამოვლინდა კონკურენციის დარღვევის ფაქტები. თემაზე ვცლად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან ირაკლი ლექვინაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. საკმაოდ ვრცელია ის ჩამონათვალი, რომელზეც მე და თქვენ ახლა მინდა რომ ვისაუბროთ, აქ პუნქტებად არის ერთგვარი პრეზენტაციის სახით, ის ანგარიში, რომელიც თქვენ მოამზადეთ 2023-2024 წლებთან თქვენს მიერ განხორციელებულ სამუშაოებთან მიმართებაში. თუმცა ვიდრე ამ ყველაფერზე დავიწყებთ საუბარს, ძალიან მინდა გთხოვოთ შეფასება, პირდაპირ მანდატი არ გეკუთვნით, ან არ გაქვთ ამ მიმართულებით ასე განცხადებების კეთების, თუმცა რადგან მაინც ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს და არ ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში, მინდა გთხოვოთ შეფასება დღეს არსებული ვითარება, გაქვთ ყოველდღიური შემხევლობა ბიზნეს სექტორთან, რეალურად რა ტიპის გავლენას ახდენს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება ბიზნესზე, ბიზნესს აქვს წუხილები, არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეფასება აქვს და მოსაზრება ბუნებრივია, აქ თავარი არის რომ ბიზნესში ჭირდება სტაბილურობა. და აი ამ სტაბილურობის მიღწევის სხვადასხვა გზები შეიძლება ესახებოდეთ, თუმცა ყველათ ხვდება რომ მათ ჭირდებათ სტაბილურობა. აი ამ პროცესების გავლენა ეკონომიკას და ბიზნესზე როგორია? დიდი მადლობა მაია. კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, მე გიოცავთ ახალ წელს და რა თქმა უნდა ყველას ვსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას. კი ბატონო, თუ ჩვენ ორი მხრივ შეიძლება შევხედოთ ახლა დღეს არსებულ ვითარებას. პირველი 2024 წელი უკვე დასრულდა და შევხედოთ ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ქვეყანაში, იგივე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ინფლაციის მაჩვენებელს, ლარის კურსის სტაბილურობას, ბევრი ბიზნეს სექტორის დინამიურ პროცესს, რაც ჩვენი უწყების გადასახედიდანაც ძალიან კარგად ჩანს, იგივე თუნდაც ძალიან ბევრი ბიზნეს კომპანიების კონცენტრაციებზე ამ შემიძლია მოგვიანებით ვისაუბრო, რომ ეს დინამიური განვითარების მაჩვენებელია. ამ ხრივ საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს ძალიან სტაბილურ მაკროეკონომიკურ განვითარებას და იგივე თუნდაც ავიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები, ბოლოს მსოფლიო ბანკის პროგნოზშიც რეგიონში 2024 წელს გაზარდა პროგნოზი. კი, რეგიონში და არა მარტო რეგიონშიც, ახლა შესაძარისობის თვალსაზრისით ჩვენაირი ტიპის ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური ზრდის მაჩვენებელი. ნახოთ ექსპორტის, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები და ამ კუთხით მთლიანობაში 2024 წელი საკმაოდ პოზიტიურად დაიხურა. მეორე ნაწილი, რაც მნიშვნელოვანია და თქვენც ახსენეთ, ეს არის ბოლოდინები ერთგვარი და ბიზნესის განწყობები. ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში ხდება აი ესეთ პროცესები და გარკვეული ძვრები, რაც ჩვენ დეკემბრის თვიდან გვაქვს, ეს გარკვეულ მომხმარებლებში, გარკვეულ ბიზნესებში, ინვესტორებში აჩენს ერთგვარად მოლოდინის განცდას, ანუ ხდება შეიძლება მოხდეს რიგი პროექტების დაპაუზება ან რაღაც სამომავლოდ რეალურად გადატანა. მეორე მხარეა ახლა ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მთლიანობაში ქვეყნის გარედან ერთგვარი პრესინგი არის ჩვენ ქვეყანაზე, საკმაოდ მწვავე წნეხია, საგარეო განცხადებების სახით ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს ახლა მე რო პოლიტიკურ დისკუსიაში არ შევიდე, მოსახლეობას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება მთლიანობაში ეს. რა თქმა უნდა, ეს ქმნის გარკვეულ გაურკვევლობებს მთლიანობაში. ამიტომ და შიდა პრესინგი და ბულინგი, რომელიც გარკვეული აი რადიკალური ჯგუფების მხრიდან ისევე როგორც ძალიან ბევრ მიმართულებაზე შეხედულების ბიზნესზე ხდება, აი ძალიან თუ ბიზნესი არ აფიქსირებს რაიმე პოზიციას, ან თავის საქმეს აკეთებს, ან აქვს განსხვავებული პოზიცია ვიღაცისგან, აი ბოლოს იყო პრესინგი, ეხლა უკვე გადავიდნენ, მე არ ვიცი, აი შეიძლება აი ვინმე დაახრჩონ, შეიძლება დაახრჩონ ვიღაცა ლიდერი სალომე სამადაშვილი, რომელსაც დაწერა, რომ ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ კომპანიები, ვინც არ გაიფიცა. უამრავი განცხადება შემიძლია მოგიტანოთ, რომელიც აი არ იმსახურებს ელემენტარულად ბიზნესი ესეთი ტიპის დამოკიდებულებას. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი, ბიზნესს აბსოლუტურად აქვს სრულად გამოხატვის თავისუფლება და თქვენს საჯაროთაც გინახავს და უამრავი შეიძლება შიდა განხილვა ყოფილა ბიზნესის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, როდესაც ძალიან ბევრ კრიტიკულ საკითხებზე აქტიურად მიდის საუბარი. იგივე თუნდაც გამოხატვის თავისუფლების კუთხით ახლა ამ დეტალებში შემიძლია შევიდეთ. ყველა ბიზნეს პატივცემ აბსოლუტურად, ყველა ბიზნეს პატივცემ, ყველა ბიზნეს მხარს უჭერ, ვისაც რა პოზიცია აქვს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ერთხელ თქვი და კიდე შემიძლია ვთქვა, რომ ნუ გამოვაყენებინებთ რიგი ბიზნესები თავს რიგ პოლიტიკოსებს, რომელსაც აქვთ კონკრეტული ინტერესები და მათი გამოხატვის თავისუფლება შეიძლება აქციონ საკუთარი პოლიტიკური დღის
წესრიგად და ეს ძალიან კარგად ჩანს ბოლო პერიოდში, როდესაც რაღაც ყოფილი ბიზნესმენების და დღევანდელი პოლიტიკოსების მათი გარემოცვის კომპანიები რაღაცა თითქოს ამინცქმნიან, მე რეგიას იქცევათ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად და თავისუფლად და საუბრობენ მთლიანად ბიზნესის სახელით, როდესაც შეიძლება 0 რაღაც პროცენტია მთლიანად საქართველოში მოქმედი აქტიური ბიზნესების იზრაოდენობა, რომელიც რაღაც პოზიციას შეიძლება ესე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ეს ერთი და მეორე შევადაროთ ახლა მოცულობები მთლიანობაში ბიზნესის, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, სტაბილურობა უნდა, მშვიდობა უნდა, ევროპული მომავალი უნდა, ყველას ეს გვინდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის სრული თავისუფლება, პოზიცია რაც უნდა ის თქვას როგორც უნდა და ესე შემდეგ ყველას უნდა ევროპული მომავალი, ყველას უნდა მშვიდობა, სტაბილურობა და რა ვიცი მე მგონი დააფასოს ყველამ აი ესეთი ტიპის მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან. ალბათ ჩვენც და ხელისუფლებამაც კიდე იყო შეხვედრები, კიდე მეტი შეიძლება გაკეთდეს ეგეთი შეხვედრები, რომ ის რიგი გაურკვევლობები, რაც შეიძლება საგარეო პოლიტიკურ ვექტორებში, ზოგ შეიძლება ხედავს დიდ სურათს, ზოგი შეიძლება ვერ ხედავს დიდ სურათს, აი ეს დიდ სურათი კიდე უფრო კარგად მივიტანოთ ყველა ბიზნესამდე. მაგალითად, ეთერში ოთხშაბათს იმყოფებოდა Free Business პლატფორმის ხელმძღვანელი და მან თქვა, რომ მან რეალურად ისაუბრა იმ ნაწილზე, რა შეიძლება გველოდებოდეს, თუნდაც საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, როდესაც საერთაშორისო დაუშვათ პარტნიორებს ხომ არის ამხელა ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლებას და აი ამ პროცესების გათვალისწინებით რეალურად რა მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეთ და ბუნებრივია რომ ალბათ ამ მიმართულებით ბიზნესს აქვს კითხვები. ეს წუხილები მე მესმის აბსოლუტურად ჩვენც უამრავ ბიზნესს ვხვდებით ყოველდღიურად ჩვენ საკითხებთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა ყველამ უნდა გავიგოთ რომ ძალიან რთული პროცესი მიმდინარეობს ზოგადად სოფლიოში ჩვენს გარშემო არის რამდენიმე ისეთი გლობალური კონფლიქტი და კიდევ ერთხელ ვამბობ ამ დიდ სურათის დასანახად ალბათ შეიძლება მეტი შეხვედრა კიდევ უფრო მეტად გაკეთდეს ვისაც ეს კითხვები აქვს და ამის მზაობა მე მგონი იგივე საქართველოს პრემიერ-მინისტრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული ვიცი ყოველდღიურად რა რეჟიმში მუშაობს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ყოველდღიური კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან და ვისაც აქვს ეს კითხვები მე ვფიქრობ რომ ძალიან მარტივია ხელმისაწვდომობა დღეს ნებისმიერ საჯარო უწყებაზე. მათ შორის ჩვენთან ნებისმიერ პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებაზე და ეცდომა არსებობს, ეს ხელმისაწვდომობა არსებობს და ყველა შეუძლია თავშად ამ წუხილებზე თუ გაურკვევლობებზე რიგ პასუხები მიიღონ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ კონკურენციის სააგენტოს და მის საქმიანობის ანგარიშს, როგორი იყო 2024 წელი, ანუ რა ძირითად მიმართულებებს გამოარჩევდა მისი ხელმძღვანელი რეალურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკურენციის სააგენტო ბოლო წლებში ჩამოყალიბდა იმ სტრუქტურად ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, რომელიც მაგალითად ფარმაცევტული ბაზარი იქნება თუ სხვა ამ ტიპის ბაზრები, სადაც შესაძლოა მეტად სენსიტიური თემები არსებობს, მათ შორის ფასების რეგულირების ნაწილში, ფასების მაღალ ფასებთან მიმართებაში, მოგების მაღალ მარჟებთან დაკავშირებით, ძალიან კარგი ინფორმაციის წყაროდ იქცა და ბუნებრივია, რომ მე უკვე ის რეკომენდაციები, რომლის აღსრულებასაც უკვე მთავრობა მიმუშავა, მათ შორის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის კუთხით, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა როგორი იყო 2024 წელი ამ გადმოსახედიდან? 2024 წელს შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი მიმართულება ჩვენს საქმიანობაში, ჩვენ დეტალური ანგარიში გამოვაქვეყნეთ ბოლო რამდენიმე დღეა და ალბათ კიდე საზოგადოებას უფრო წარუდგენთ საბოლოო სრულყოფილი ანგარიშის სახით. პირველი ალბათ კონკურენციის მიმართულება, კონკურენციაში გამორჩეული იყო ბიზნესის კონცენტრაციების მიმართულება, ეს არის ბიზნესების გაერთიანებები, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების, ჩვენ გასულ წელს 18 კონცენტრაცია დავადასტურეთ, ეს არის აი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წინა წლების მთელ დინამიკას თუ შევხედავთ, ეს ნიშნავს, რომ დინამიურად მიდის რიგი მიმართულებებით სექტორების განვითარება, ხდება გამსხვილებები, ხდება ახალი ინვესტორების შემოსვლა ამ მიმართულებით და ისინი ყიდულობენ სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიებს და ეს ადასტურებს ინტერესს ადგილობრივი ბაზრის მიმართ. ყველას გამორჩეული სექტორი ამ კონცენტრაციებში იყო FMCG მიმართულება, სადაც ჩვენ და თქვენც იცით რამდენიმე ესეთ მსხვილი გაერთიანების შესახებ. მეორე იყო ასევე საკმაოდ საინტერესო მიმართულება, ეს არის წარმოება და განსაკუთრებით ლუდის წარმოებას გამოვარჩევდი. აქ იყო ორი მსხვილი ინვესტიცია, რომელზეც ჩვენ თანხმობა გავეცით მთლიანობაში. გამორჩეულია სამშენებლო და სამშენებლო მასალების მიმართულება, განათლება, ჰოსპიტალური სექტორი, ეს ის სექტორებია, სადაც ეს დინამიური განვითარება და ჩვენს მიერ კონცენტრაციების დადასტურება იქნა გამორჩეული. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან კარგი მონიტორინგის სისტემა ამ მიმართულებით, თუ ჩვენ შეუწყობინებლად ხორციელდება კონცენტრაციები, საჯარო
TBS-თან ყოველკვარტალურად ვცვლით ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული კონცენტრაციების შესახებ 48,000-მდე კონცენტრაცია გადავამოწმეთ 2024 წელს და დაახლოებით ამ 18-დან 9 იყო ისეთი კონცენტრაცია, რომელიც ჩვენს გარეშე განხორციელდა, დაახლოებით 260,000 ლარამდე ჯარიმა დავარიცხეთ ამ მაყურებელს გასაგები რომ იყოს ცალკეული კომპანიების, როდესაც ახდენენ გაერთიანებას, შერწყმას და დაუშვათ ისე აგრძელებენ საქმიანობას, ამაზეა საუბარი. კი, და ისინი მათ სავალდებულოდ ეკუთვნის, იმიტომ რომ ბრუნვებში და სხვადასხვა მაჩვენებლებით ევალდებულებათ, რომ ჩვენთან შეატახონ. მეორე მიმართულება, მოკვლევების კუთხით ჩვენ დავხურეთ 2 მოკვლევა, ამჟამად მიმდინარეობს 4 მიმართულებით მოკვლევა, სექტორები საკმაოდ მრავალფეროვანია. 2 ბაზრის მონიტორინგი დაიხურა, ეს იყო აგრარული მიმართულებით, ლურჯი მოცვის და თხილის მიმართულებით, სადაც ვთქვით, რომ ექსპორტის ბაზარი მზარდია, დინამიურია, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და კონკურენცია რეალურად არსებობს. გვაქვს საკმაოდ საინტერესო მონიტორინგები ამ დროისთვის, განსაკუთრებით გამოვარჩევდი საწვავს, საავტომობილო საწვავის მიმართულებას და FMCG მიმართულებას. ესაც გესმით ალბათ წუხილები, რომ დისტრიბუტორები, რიტეილერები ისევ არის მათ შორის დისკუსია გაზრდილი დანახარჯების შესახებ, ამიტომ ჩვენ ალბათ ჩვენ ამ მონიტორინგით უპასუხებთ თუ რა პროცესია მთლიანობაში ბაზარზე. კი ბატონო, ეხლა ეხება მოკვლევებს. ავტობაზრის საქმიანობა, ფარმაცევტული ბაზარი, ბათუმში თევზით ვაჭრობის საქმე, ელექტრონული კომერციის ბაზრების საქმე, საკმაოდ დიდია ჩამონათვალი. კი, ეს სფეროებია, სადაც სხვადასხვა ეკონომიკურმა აგენტებმა ჩვენ მოგმართეს და მოითხოვეს გარკვევა, მათ მიმართ მოხდება თუ არა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა და ალბათ მიმდინარე წელს 2025-ში ამ მოკვლევებიდან ძირითადი ნაწილი დაიხურება. რაც შეეხება დასრულებულ მოკვლევებს, ერთი შეეხებოდა ელექტრონული პლატფორმებით ვაჭრობის მიმართულებას, სადაც ჩვენ დარღვევა არ დავაგვიფიქსირებია, მაგრამ სავალდებულოდ განსახილველი 2 რეკომენდაცია გავეცით და საკვები პროდუქტის ერთ-ერთი მიმართულებით ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დავადასტურეთ და აქ რა თქმა უნდა დაიკისრა დამღრულ კომპანიას ჯარიმა. საკმაოდ დიდი ჯარიმები იყო მაგალითად დაკისრებული ფარმაცევტულ ბიზნესზე, საწვავის სექტორში. დღეს რა ეტაპზეა ეს ტენდენცია? ანუ რეალურად გადაიხადეს თუ მიდის სასამართლო? ეს არის 2023 წლის სტატისტიკა, როდესაც ჯამში 2023 წელს ჩვენს მიერ დაახლოებით 56 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა იქნა დარიცხული, ეს იყო ძირითადად საწვავის და ფარმაციის მიმართულება, ჯერჯერობით აღნიშნული საკითხები გასაჩივრებულია და სასამართლო პროცესები ველოდებით ამ მიმართულებით. რაც შეეხება ფარმაციის მიმართულებას, აქ ჩვენ ერთ-ერთი მიმდინარე მოკვლევა ეხლაც აგვაქვს და ალბათ მიმდინარე წელი არის ის ბოლოვა და როდესაც დავასრულებთ ამ პროცესს. რას უკავშირდება მიმდინარე მოკვლევა? ეს არის დაახლოებით 8 კომპანია, 14 მედიკამენტის მიმართულება, სადაც ეს კომპანიები არიან დომინანტი კომპანიები და ხარჯი, ანუ დარიცხული ფასნამატები აღნიშნულ მედიკამენტებზე არის 300% და ზემოთ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთ ამ მედიკამენტზე, ამ 14 მედიკამენტიდან უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი და ეგ საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, თუმცა ჩვენს მიერ მიმდინარე მოკვლევა ეხება უკვე წარსულში არსებულ ამ მდგომარეობის შესაძლებლობად გამოყენებას და ბუნებრივია თუ ეს ჩვენს მიერ იქნება დადასტურებული იმ კომპანიებს, ვინც დამრღვევები იქნებიან და ეკისრებათ შესაბამისი ჯარი. და როდისთვის გვეცოდინება ამ ნაწილში პასუხი, იმიტომ რომ როდესაც საქმე მედიკამენტების ფასის მithumetes 300%-იან ნამატს ეხება, აქ ძალიან კრიტიკული უნდა იყოს საზოგადოება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის უკვე წარსული პერიოდის შეფასება, დღეს ეს საკითხი გარკვეულწილად მოხსნილია, იმიტომ რომ რეფერენტული ფასი მოქმედებს დაახლოებით 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და ის პასუხისმგებლობას არ ცვლის მას. ეს არ ცვლის იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ წარსულში აქვთ განხორციელებული. ამიტომ დაახლოებით წლის პირველ ნახევარში ვფიქრობთ, რომ ამ მოკვლევის შედეგი იქნება წარმოდგენილი, რაც შეეხება თვითონ ზოგადად ფარმაციის ბაზარზე არსებულ ვითარებას, ჩვენ ალბათ მიმდინარე წელს თავიდან დავიწყებთ იმ ზეგავლენის შეფასებას, თუ ჩვენს მიერ გამოცეულმა რეკომენდაციამ, რომელიც შემდეგ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიურად დაანერგეს და რომელმაც მოიტანა შედეგები, ხელშესახები, იგივე თუნდაც რიგ მედიკამენტებზე 45-დან 70%-მდე, კი თუნდაც ეს, თუნდაც ის, რომ დანაზოგები მედიკამენტების შესყიდვაზე მოქალაქეებს შეუმცირდათ, მთლიანად შევაფასებთ ამ პროცეს რეფორმების განხორციელებამ, რა შედეგები დადო მთლიანად პაციენტებისთვის და მოქალაქეებისთვის. ასევე გეტყვით იმას, რომ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკვე იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩვენ გავეცით 2023 წლის თემაა ესეც, სადაზღვევო
ბაზარი შევაფასეთ, განსაკუთრებით საფინანსო დაწესებულებებში, გულისხმობ საბანკო პროდუქტების დაზღვევის მიმართულებით, 6 რეკომენდაცია გვაქვს გამოცემული და იგივე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან და ეროვნულ ბანკთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით რეკომენდაციების დანერგვაზე, რომ შემდგომ ეს აისახოს უფრო კონკურენტულ გარემოს. კი ბატონო, მომხმარებლები დაგჭირთ უგნებავთ. ხო, მომხმარებლების ნაწილი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურია და ამაზე მეუთითებს გაზრდილი რაოდენობაც მომხმარებლებს. მე შემხვედრია განსაკუთრებით ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით ადამიანები და დარწმუნებული ვარ ეს ადამიანების რიცხვი ძალიან ბევრია, თუმცა მე მქონდა რამდენიმესთან ურთიერთობა, როდესაც საგანგებოდ ვთხოვეს, რომ როგორ უნდა მივმართოთ კონკურენცია აგენტოს, იმიტომ რომ თვლიდნენ რომ დაუშვათ მათი უფლებები დაირღვა. ამ ტიპის კანონმდებლობაში შეტანმაცვლებებმა რა შედეგი მივიღეთ საბოლოოდ და შემძელით თუ არა ის რომ ქართველი მომხმარებლის უფლებები ამ ნაწილში დაგვეცვა ისე როგორც დაუშვათ ევროპელი მომხმარებლის უფლებების დაცვა ხდება, რადგან ეს იყო საერთაშორისო ვალდებული ვალდებულება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე. თქვენ იცით რომ საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა დელეგირებულია და ის დაახლოებით 6 წლებას შორის არის განაწილებული. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს, კომუნიკაციებს, CEMEX და თქვენ შორის. კი და სურსათის უნებლობა ძირითადად პროდუქტის უსაფრთხოებაზე მუშაობს. ყველაზე ახალგაზრდა ამ ნაწილში ვართ ჩვენ, რაც მათ ეხებათ, ისინი თავის ნაწილში ახორციელებენ ამ უფლებების დაცვას, ყველა დანარჩენი შემოდის ჩვენთან. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მომხმარებელი ჩვენს ირგვლივ კარგად ხედავს დღეს იმ შედეგებს, თუ როგორი პასუხისგებლიანები გახდნენ და იყვნენ ძალიან ბევრი მსხვილი კომპანია მიმართულებით, თუმცა იგივე მცირე, საშუალო და განსაკუთრებით ონლაინში მომუშავე კომპანიები, ინფორმაცია ბევრად უფრო მეტია დღეს ნივთის შესყიდვის დროს, თუ რა უფლებები აქვს მომხმარებელს იმასთან დაკავშირებით, თუ არა და ბევრმა იცის უკვე და ალბათ კიდევ უფრო მეტი გაიგებს, რომ არსებობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, სადაც კონტაქტი ძალიან მარტივია, პირველი ცხელი ხაზი ეს 15-20, სადაც ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლები დეტალურად აუხსნიან თუ როგორ უნდა შეავსონ განაცხადი იმისთვის, რომ ჩვენ საქმის წარმოება დავიწყოთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმის წარმოების დაწყებამდეც კი გვარდება პრობლემა და ოფიციალურად იგი იურიდიულად საქმე წარმოებაში არ შედის. თუ სტატისტიკას შევხედავთ და ამ ოფიციალურ საქმის წარმოების ნაწილს გამოვიყენებთ სტატისტიკის მიმართულებით, თუ 2023-ში იყო დაახლოებით 500-მდე განაცხადი და მიმდინარე წელს 900-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მიღებული, რომელიც ჩვენს მიერ იქნა განხილული და რიგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული 90%-ზე მეტ შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიღებულია მომხმარებლების სასარგებლოდ. ეს ნიშნავს, რომ ძირითადად მოხდა შეთანხმება მოვაჭრესთან. ბიზნესი ხდება საკუთარ დაუშვათ, თუნდაც ის ონლაინ მაღაზიები ხდებიან, რომ დაუშვათ აქ ძარღვევები, თუ რეალურად ერთგვარად მუშაობს შიშის ფაქტორი, რომ კონკურენცია აგენტო გამოწმებს და ამ მიმართულებით უკვე გადაწყვეტილება მე ვფიქრობ, ეს კანონი იმდენად დაბალანსებულია, რომ თვითონ ბიზნესი არის ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ. რა თქმა უნდა და არის ძალიან დიდი ინტერესი თუნდაც ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. სწორად იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლება მათი მხრიდან მაყოფილი მომხმარებელი პირველ რიგში ბიზნესის ინტერესია. მხოლოდ აი 10%-მდე შემთხვევები გვაქვს, როდესაც ვაფიქსირებთ დარღვევას და აი საბოლოოდ მივდივართ ჯარიმებამდე, გასულ წელს მაგალითად 60,000-მდე ლარამდე ჯარიმა იქნა დაწერილი, თუ გავითვალისწინებთ სიმძიმეს ჯარიმის მოცულობის, რომელიც ბრუნვის 2%-მდე, ეს არის მე ვფიქრობ ძალიან მცირე მოცულობის ჯარიმა და ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლობა საქმის წარმოების პროცესში არის საკმაოდ მაღალ სტანდარტზე, ისე რომ მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება ძირითადად მთავარი გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი ჩვენი ბოლო გადაწყვეტილება იყო ქართულ ენაზე აი delivery services მიწოდებასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ერთ-ერთ ესეთ მიმწოდებელ კომპანიას დავავალდებულეთ, რომ დაცული იქნას მომხმარებლის ინტერესი, როდესაც ზოგჯერ ვერც ქართულად და ვერც ინგლისურად მომტანი ვერ საუბრობს და ელემენტარულად ვერ უხსნი, სად მოვიდეს და სად მოგიტანოს ის პროდუქტი, რომელიც გჭირდება. ეს მე მგონი კომპანიის იმიჯზეც მაინდა-მაინც კარგად არ აისახება, ამიტომ ჩვენ ძალიან ისეთ კონსტრუქციულ რეჟიმში კომპრომისულად შევთანხმდით, რომ ეს საკითხი უნდა ამოიწუროს და გადაწყდეს მომხმარებლის სასარგებლოდ და ეს ესეც იქნება. და ასევე განსაკუთრებით აქტიური იყო ვადა თუ დაუწყეს ეს, იმიტომ რომ ორთვიანი ვადაა დაახლოებით და მუშაობთ ახლა როგორი სწორი ფორმით იქნას ეს ყველაფერი ასახული პრაქტიკაში. ძალიან აქტიური იყო მენიუების თემა 2024-ში, როდესაც ხარჯი არ იყო წარმოდგენილი და განცალკევებულად იყო და მომხმარებელი ხშირად იბნეოდა, მაგალითად პროდუქტის ფასი,
ამას ემატება DGG, ემატება საკომისიო ან კიდე სხვა ხარჯი და ჩვენი კანონმდებლობა პირდაპირ ამბობს და ჩვენც ესე ვალდებულებთ კომპანიებს, რომ მათ უნდა ასახონ საბოლოო ფასი მათ მიერ შემოსავსებულ მენიუებში. ბევრგან გასწორდა, ბევრგან შეიძლება კიდე სამუშაოა, თუმცა ველოდებით მომხმარებლების აქტიურობას ამემართულებით და რაც მეტად იაქტიუროს მომხმარებელი, მით უფრო ისეთი გარემოს ხელშემწყობი გადაწყვეტილებები გვექნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ამ თემებზე საუბარს მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივი აქტიურად გავაგრძელებთ და კვლავაც გელოდებით ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში, ველოდებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება მიღებული მოკვლევებთან დაკავშირებით, ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით საინტერესო. ირაკლი ექვინაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი, მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის პარლებში უკვე ორ შაბათს შევხვდებით. მშვიდობიანი შაბათი კვირა ნახვამდის.